მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ მაინტერესებს სხვადასხვა რელიგიები. არა პრობლემა, როცა ამოფრო ქრისტიანი ხარ, რას გულისხმობ? მე მივყვები ღმერთს. ვინ არის ღმერთი ქრისტიანობაში? ანუ შენ შეგიძლია ის აღწერო სამება. კარგი, ამ პასუხი მოგცა სამებაო, რა არის სამება? მამა, ძე და სულიწმინდა. კარგი, რომელია ღმერთი? მამა, ძე თუ სულიწმინდა? ყველანი, ანუ სამი ღმერთია? არა, ყველანი ერთი პიროვნება, მაგრამ მეტაფორაა. მეტაფორაა ხო იცი რას გულისხმობ? ანუ იგივე პიროვნება, მაგრამ სამი. ანუ სამ ფორმაში, სამ სხვადასხვა ფორმაში არიან. ანუ მამის, ძის და სულიწმინდის ერთი ტანი. ანუ თქვენ გჯერათ, რომ სამება არის სამი სხვადასხვა ფორმა. კი, სამი პიროვნება, ერთი არსება. ეს ადამიანი უფრო განათლებული ჩანს. იმიტომ რას მან თქვა, ეს არის სწორი. ფორმა არასწორია და არის ძალიან არასწორი. სწორედ წმინდა ნაისიეს მწამსით და კონსტანტინოპოლის მწამსით არის ის, რაც მან თქვა, რომ სამი პიროვნება ერთ არსებაში. მაგრამ შეკითხვა მაქვს. როცა იესო ლოცულობდა, ვისთვის ლოცულობდა? მამას თხოვდა. მაგრამ ის და მამა ერთი არ არიან? ის ძეა. ანუ სამი სხვადასხვა პიროვნება? ანუ ერთი არ არიან? ერთი არსება, მაგრამ სამი სხვადასხვა პიროვნება. ანუ მამა, ძე და სულიწმინდა ერთი არ არიან? ცალკე პიროვნება. ანუ სამებას თხოვდა იესო თუ მარტო მამას? მარტო მამას. ანუ ლოცულობდა მხოლოდ მამას. როგორ არიან თანაბარ დონეზე, როცა მამა არავისთვის არ ლოცულობს? როგორ შეიძლება რომ თანაბარნი არიან? მე ვფიქრობ, რომ ლოცულობდა მამისთვის იმისთვის, რომ გამოეგზავნა იესო ამ სამყაროში. ხო, მაგრამ დახმარებას ეხვეწებოდა. ანუ ლოცულობდა გეციმანიის ბაღში. ის მოგთა ჩვენთვის. კი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უფასო ყურანი ხომ არა გაქვთ? კი, რა თქმა უნდა, აქედან მხარეს თუ მოხვალთ, აუცილებლად მოგცემთ. კარგი, გეციმანიის ბაღში ის იძახდა, მამა, რატომ დამტოვე? კი, და დახმარებას ეძებდა, სთხოვდა დახმარებას. კი, დახმარება უნდა და მისი მოკლა უნდათ. და შენი აზრით ის არის ღმერთი? კი. ანუ ღმერთი ეხვეწება დახმარებას. არა, იესო განკაცდა შვილად. იესო არის წმინდა შესაწირი. შესაწირი მამისთვის, შესაწირი მამისთვის, რომ ამ სამყაროს ცოდვებით წაშალოს. ჩვეულებრივი პასუხი მინდა, მე ვარ უბრალო ადამიანი. როცა აქ იყო ღმერთი იყო თუ არა? არა. ანუ არ იყო ღმერთი. ეხლა არასწორად იძახი, ერთი წუთის წინ სწორად ლაპარაკობდი. ქრისტიანებს ჯერა ჰიპოსტატური ერთიანობის. ჰიპოსტატური ერთიანობა ნიშნავს, რომ 100% კაცია და 100% ღმერთი. როცა იყო დედამიწაზე, ის უკვე იყო ღმერთი ქრისტიანობის თანახმად. რაც შენ თქვი არასწორია. არა, პრობლემა არა ის, არაა პრობლემა. მე უბრალოდ ვთქვი, რომ დაგელაპარაკო, კარგი? არა ვცდილობ დაგიჭირო ან რაღაც. ანუ ქრისტიანობის თანახმად 100% ღმერთი იყო. როცა მე შენ გითხრი, შენ გონი ღმერთია? მე მაგას ვიკითხები, იმიტომ რომ ქრისტიანებს მართლა გონიათ რომ ღმერთია. გამიგე? და საქმე იმაშია. მაშინ მე შენ გითხავ, იცის თუ არა ღმერთი ყველაფერი? კი, ყოვლისმცოდნეა, კარგი. ყოვლისმცოდნეა ყოველთვის? ან ხანდახან იცის და ხანდახან ავიწყდება? მე მჯერა ყოველთვის იცის, რა თქმა უნდა ყოველთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ღმერთი არ იქნება. იცოდა თუ არა იესო ყველაფერი ყოველთვის? გონია კი? კი. ეს კაცი უფრო განათლებულია ამ თემაში, მაგრამ მე პასუხობს და მე თქვენთან დავბრუნდები. ის 100% ადამიანი იყო. და პირვანდელი ცოდვის გამო, მე ვფიქრობ, რომ ცოდვები აქვს. არა, ცოდვების არ ვლაპარაკობ, ცოდნაზე ვიძახი. თუ იძახი, რომ 100% ღმერთია, ყველა ატრიბუტი ღმერთის უნდა კონდეს. ყოვლისმცოდნე იყო, ისინი იძახენ კი, ყოვლისმცოდნე იყო, როცა დედამიწაზე იყო. მე მგონია კი. კარგი. თქვენ სამივე ცდებით ბიბლიის თანახმად. გასცადით მარკოზის სახარება მე-13 თავი 32 ლექსი. ისი რას იძახის? კი, მარკოზის სახარება მე-13 თავი 32 ლექსი. იესო იძახის. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის. არც ანგელოზებმა, არც ძემ. მხოლოდ მამა. ანუ არც სულიწმინდა. ანუ როგორ არიან ერთ დონეზე, როცა ერთი იცის და დანარჩენი არ იციან. ანუ წესი ისინი თანაბარნი არ არიან. არიან თანაბარნი არიან. სამების თანახმად არიან თუ არა, ესე იგი არაგერა სამების. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ხალხს შეუძლია თავისებურად განმარტოს ბიბლია. ზოგიერთ ხალხი ლოცულობს მარტოა და ზოგიერთ ხალხი ლოცულობს ეკლესიაში და ასე შემდეგ, როგორც შენ იცი. ბიბლია იძახის კონკრეტულ რაღაცებს, ობიექტურ ფაქტს. ბიბლია არის დაწერილი ენაზე და ენაში არის შინაარსი. მიხვდები სიტყვა მინდა. ხალხმა შეიძლება თავისებურად განმარტოს, მაგრამ მანდ არის აშკარა განცხადებები. მაგალითს მოგიყვან, ღმერთს ყავს ღმერთი, რომელსაც ეთაყვანება. არა, ღმერთი არის ყველას ღმერთი, მაგრამ იესო იძახის, მას ყავს ღმერთი. მან თქვა იოანეს სახარებაში. ანუ მამაზეა საუბარი, ხო? არა, მაგრამ ისინი ყველა უნდა იყვნენ თანაბარნი. არ უნდა იყოს სხვა ღმერთი, უნდა იყოს სხვა პიროვნება იგივე ღმერთში. მაგრამ ეუბნება მარიამ მაგდალენას, რომ მე მივიდოდ ჩემ ღმერთთან და შენ ღმერთთან, მამა ჩემთან, ჩემ ღმერთთან, შენს ღმერთთან. ასევე მან თქვა, მოდი გითხრა. მან თქვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი მამაა. მაგის მერე როგორაა ღმერთი? იოანეს სახარებაში მე-17 თავი მე-3 ლექსში. თქვა, ერთადერთი ღმერთი არის მამა.
არასული წმინდა, არა ძე, კონკრეტულად თქვა მხოლოდ მამა, რომელიც ერთი პიროვნება არასული წმინდა და არა ძე. და როცა შენ გეუბნება რომ მხოლოდ ერთადერთი ღმერთი არის მამა, რატომ ჯერ რომ იესო ღმერთია? იმიტომ რომ წაიღო მსოფლიოს წოდები. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ღმერთია რომს ეგ სიტყვაზე ვაღიარო. ადამიანს ღმერთის ნები შეუძლია წაიღოს წოდები ხალხის, მაგრამ არ ნიშნავს რომ ის არის ღმერთი. როდის მე იესომ თქვა რომ მე ვარ ღმერთი? არა, არ უთქია. ოჩახ არ უთქვია. არა, კარგი. ღმერთის შვილი, ადამიან ახსენები ღმერთის შვილად, ასევე ეფრემი ღმერთის შვილია. დავიდია ღმერთის შვილი. ღმერთი იძახის, ნეტარ არიან მშვიდობის ყოფილნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან. ღმერთის შვილი არაფერს არ ნიშნავს, ნებისმიერ ადამიანის შეიძლება იყოს ღმერთის შვილი. საქმე იმაში, სადმე უთქვია რომ ღმერთია. როდის მე თქვა მე მეთაყვანეთ. არა მოვიდა მე მეთაყვანეთ, მაგრამ მან იყო იმიტომ ღმერთს ეთაყვანებოდა. კი, ის ეთაყვანებოდა ღმერთს ბაღში. და გეუბნებოდა შენ რომ ეთაყვანო მარტო მამას? კი. და იძახდა მამაო ჩვენ რომ მედიხან სატა შინა წმინდა იყო სახელი შენი, მხოლოდ მამა. ანუ ეთაყვანებოდა მხოლოდ მამას. კი, თუ ეთაყვანებო მხოლოდ მამას. და შენ გასწავლეს რომ ეთაყვანო მხოლოდ მამას და არასდროს არ ახსენე სამება. არა აბრაამი და არა სხვა შუამავლები არასდროს არ ახსენეს სამება. საიდან მოვიდა ეს სამება? სად არის ბიბლიაში? მე არ ვიცი, ნაკითხი არა ვარ. მე გეტყვი რომ არა, შეგიძლია Google-ში ნახო. ვერც ერთ სიტყვას ვერ ნახავ, სადაც არის ნახსენების სამება. არა მარტო სიტყვა, არამედ კონცეფცია. ვერც ერთ ლექსს ვერ ნახავ, სადაც არის ნახსენები. საიდან იცი შენ? ეხლა უნდა მიხსნა. ეკლესიის ისტორია, როცა რომაელებმა მიიღეს ქრისტიანობა, არის კონსტანტინი, გახდა რომის იმპერატორი და ქრისტიანი, და მე ისინი შეცვალეს ქრისტიანობის რწმენა. გახარეს იესო თანაბარი ღმერთთან, ნიკეის კრებაში 325 წელს. იყო არიუსი, რომელიც იძახდა რომ იესო ემორჩილება ღმერთს, არ არის თანაბარი. და იყო ათანასე, რომელიც იძახდა რომ თანაბარია. ამ კრების ბოლოს თქვის რომ არის თანაბარი და თუ ვიღაცას რწამს რამე სხვანაირად, ის არის გმობა. და 391 წელს ისინი წარმოადგენენ სამების იდეა და დამატეს სულიწმინდა. და ეხლა აქვთ ეგ რწმენა. სამი პიროვნება ერთასებაში. ეს სიგიჟე, რომელსაც არანაირი რაციონალური აზრი არ აქვს და მერე წარმოადგენს ჰიპოსტატური ერთიანობა 400 წლებში. იმ კრებებში, რომელიც იყო შემდეგ. და ყველა ეს რწმენა არის განვითარებული ისტორიულად და ის თვითონ ქრისტიანები ძახი, რომელიც ერკვევიან თავის რელიგიაში. და არ არის ჩემი წარმოდგენა, რაც მოხდა. ეს არის ფაქტიურად ისტორია. მე უბრალოდ კაცი უბრალოდ ჯერე მაგისი. შენ ჯერე იმიტომ რომ ეკლესია გასწავლე ეგ, მაგრამ ბიბლია მაგას არ გასწავლის და იესო მაგას არ გასწავლიდა. კარგი, მაგრამ თუ ბიბლიაში არ არის, რატომ ჩვენ? რატომ მაგის ჯერა ხალხს? უმეტესობა ხალხი არ კითხულობს ბიბლიას. მე მაქვს საკითხული. ქლიანად? სიმართლეს გეტყვი არა, ხო მეს მაგას ვიძახდი. ნახე, უმეტესობა ქრისტიანები არა მარტო არ კითხულობენ ბიბლიას. ასევე არიან პირველი მანუსკრიპტები. შეკითხვა მაქვს, რომელი ბიბლიას კითხულობ? NIV-ს. რატო კითხულობ NIV-ს? რატომ უნდა მივიღოთ პროტესტანტების ბიბლია, რომელიც არის 66 წიგნი, და არა კათოლიკეების ბიბლია, რომელიც არის 73 წიგნი, ან მართლმადიდებელი, რომელიც არის 82 წიგნი, ან ეთიოპედების 88 წიგნი? რომელია ნამდვილი ბიბლია? ანუ მე ვარ იტალიელი, ანუ ვარ კათოლიკი. ზუსტად მაგითო კითხულობ, იმას დასკითხულობ. კი, მაგრამ შეკითხვა ისაა, ქრისტიანებს არ უნდა გქონდეთ ერთი წიგნი. როგორც მუსლიმებს, რომელსაც აქვს ერთი წიგნი, რომს იყოს სხვა სექტა, მაინც ერთი წიგნია. ერთი წიგნი გაქვთ, მაგრამ რამოდენიმე არ მინდა არასად გამოუთქვა. სექტები შეგიძლია გამოიყენო ეგ სიტყვა. ყველა მუსლიმს ჯერ ეს და იგივე ყურანის. 114 თავია ყურანში და იგივე ყურანია ყველა მუსლიმებისთვის. მაგრამ ისინი ყველა აბრაამული რელიგიიდან არ არიან. თუ არასწორად გიბოდიში, არა შეგიძლია კითხო, პრობლემა არ არის. აბრაამული რელიგიები არ არიან? ვინ? ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა. კი, მაგრამ ამ ტერმინს არ ვიყენებთ. ჩვენ ვიძახთ აბრაამი იყო მუსლიმი. შეიძლება გაოცებული გახდე. მე ხას გონია რომ ისლამი დაიწყო მუჰამედისგან და ჩვენ მის არ ავჯერა. იეთვე ატომ ის მუსლიმი დაშნიშნავს. მუსლიმი ნიშნავს ადამიანი, რომელიც დაემორჩა თავისი ნება ღმერთს. იესო ემორჩილებოდა ღმერთს. თავის ნება დაამორჩა ღმერთს. იესო იძახდა, თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. არა იძახდა, შენი ნება იყოს ჩემი ნებაზე. არა ჩემი ნება, არამედ შენი, კარგი? ამ დაამორჩა თავის ნება ღმერთს. აბრაამი დაემორჩა ღმერთს 427 წელს გაიგეთოს. რომ დაკლა შვილი კი დაემორჩა. დაემორჩა ღმერთს მის საკუთარ შვილი. არ მოგვაშვილი მაგრამ ეთეის as myth მაგას უბრძანებდა. I don't მუსლიმ მიშტას დამორჩილებას ჩეშმევით myths. შეიძლება მუსლიმი არ იყო, მაგრამ მაი ქრისტიანი. არა საქმე იმაშია რომ უნდა დაემორჩილა now do ჩეშმევით myths. ამ შემთხვევაში ალაჰია. მაგას ნიშნავს რომ ხარ მუსლიმი. შეკითხა მაქვს შენთვის აბრაამი. ასწებობდა სანამ იყო იესო ან მოსე. დაბადებული ზადიყვნენ. რა რელიგიის იყო აბრაამი? ანუ ქრისტიანობა მოვიდა იუდაიზმიდან. არა იუდაიზმი მოვიდა მერე. აბრაამს ავდა ორი შვილი. მოგიძებნ ისტორიას. მას ავდა ორი შვილი. ისმაელი და ისააკი. ისააკს ავდა ბავშვები. კარგი, იქიდან იყო იაკობი, მის სახელიც იყო ისრაელი და მისი შვილი იყო იუდა, მაგიტომ არის იუდაიზმი და ასე შემდეგ. და ეს მოხდა ბევრი ხნის მერე. ამიტომ რა რელიგიის იყო აბრაამი და ეს იყო მაგაზე აბრე. ზუსტად არ ვიცი, კარგი. როცა ამბობ აბრაამული რელიგია, უნდა იცოდე რა რელიგიის იყო აბრაამი, კარგი? კი. ჩვენ მუსლიმები ვიზახი და არა ეს რაციონალური. რომ თქვა რომ აბრაამი იყო ქრისტიანი, იმიტომ რომ იესო არ იყო. იუდაელი არ იყო, იმიტომ რომ არ იყო მოსე და თორა.
რამეს ფაუნდა ოფიდე ხო კარგი? და ემორჩვა მამდუ ჭაშმარიტ მერც. კი, მაგეთონ გასაზრდებით იყო მუსკიმი. და ისი აბრანა როლოსლობდა. ის დებდა თავის თავს მიწაზე და ასე ლოსლობდა. სახე მიწაზე დებდა და ასე ლოსლობდა, როგორც მუსლიმები ლოსლობენ. ისი იესო როლოსლობდა. მუხლებზე. არა, ასე ლოსლობდნენ კათოლიკები. იესო ასე ლოსლობდა. სახეს დისდებდა, მაგას საჰარებას თუ გახსნი. 29-33 ლექსი. სერია იესო პირკვე ბანკო. ბელოსლობდა. ასე მუსკინები ლოსლობენ. აბრაამის ასე ლოსლობდა. ემუსნიო ნეგობრები მყავდა ლოსლობდა და ასე აკეთებენ. მიწაზე ხო? კი მიწაზე მიდიან დამხმობილნი არიან და თავს დებენ მიწაზე. მაგეთან ჩვენ ვიძახეთ ასე ლოსლობდნენ ყველა შრომობლები. მაგაზე მეკის მოსეს ასე ლოსლობდა და იზახე იესოს ასე ლოსლობდა. კი მეკო მოგიყვანა სახარება. ასევე აბრაამი. ლოსლობურებს აბრაამს, მამლიკონ ისეთი თვალსაჩინო. როგორც ინა დასვეთა დასხვა და ის თავიდანვე ომსლიმი და შრომაური მუჰამედენ შვიდობმას არის ბოლო შრომავალი. ან გრძელი შრომავლების სიიდან არის ბოლო შრომავალი. Robert ჩვენ უჯერა რომ იესო იყო შრომავალი. აბრაამი იყო შრომავალი. თავჯერა შრომაური მუჰამედემ შვიდობმას არის შრომავალი. ჩვენ არ ავჯერა რომ გმირთია და არ ავჯერა რომ მოხდა ჩვენი წოდების გამო. შეხა პასუხს მიგებდა შენ წოდებებზე და მე კიდე ჩემზე.